გახდა ბოლო დღეების განმავლობაში მოვლენების ეპიცენტრი და აქედან გვინდა რომ გაგაგონოთ ჩვენი ხმა. აქ არიან წარმოდგენილები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი. შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ შეუერთდეთ მათ აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას, რაც ამ სტუდენტებს აქვს წარმოდგენილი. და ეხლა მე სიტყვას გადავცემ თეატრალური უნივერსიტეტის წარმომადგენელს, ის უკვე უშუალოდ კონკრეტულად გეტყვით რა მოთხოვნები არის ამ უნივერსიტეტში და შემდეგ გადავინაცვლოთ სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთანაც. მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ მაშო მაყაშვილი, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, ასევე თეატრალური სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი. მოკლედ გეტყვით ბოლო რამდენიმე კვირის მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ორი კვირის წინ დავიკავეთ ფოიე, ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ თეატრალურ უნივერსიტეტს გაეკეთებინა ღირსეული განცხადება პროტესტის დროს დაშავებული ადამიანების და უკანონოდ დაჭერილი ადამიანების მიმართ, ასევე ამ ადამიანებში იყვნენ ამ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტებიც. 4 დღე დაგჭირდა, 4 ღამე დაგჭირდა იმისთვის, რომ უნივერსიტეტისგან ეს განცხადება მიგვეღო, თუმცა უნივერსიტეტის გაკეთებული განცხადება იყო სრულიად სამარცხვინო და შუაში სწორი და ჩვენთვის მიუღებელი. ჩვენ გავაგრძელეთ პროტესტი, თუმცა შევწყვიტეთ მოლაპარაკებები რექტორთან, რადგან მათ საკუთარი სახე ამხილეს ამ განცხადებით და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თავარი მოთხოვნები შეერთებოდა საზოგადოების მოთხოვნებს, რაც გულისხმობს, რომ დანიშნულიყო ხელახალი არჩევნები, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები. თეატრალურის უნივერსიტეტი რადგან არ აკეთებს, ასე ვთქვათ, ღირსეულ განცხადებას, გადავწყვიტეთ, რომ სტუდენტებმა ჩვენით გამოვხატოთ ის რაც გვაქვს სათქმელი და ამ უნივერსიტეტიდან გავაჟღეროთ ჩვენი ხმა. თქვენ ხედავთ ჩვენ თეატრალურის ფასადს, ასევე ჩვენ გქონდა დისკუსიები სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ასევე ხელოვნების სხვადასხვა მოცეკვავეებთან, მსახიობებთან. უნივერსიტეტი, როდესაც შევხვდით სახელმწიფო უნივერსიტეტებს, იქ მივხვდით, რომ სამივე სახელმწიფოს დაახლოებით ერთნაირი პრობლემები გვაქვს. ჩვენი ადმინისტრაციები ერთნაირად ცდილობენ სტუდენტებთან გამკლავებას, პროტესტის ჩახშობას, რაც ძალიან მსგავსი არის ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლების გამკლავების მეთოდებთან. ჩვენ 2 დღის წინ გადმოვკიდეთ ბანერები, ერთი შიგნით თეატრალურიდან, ერთი რამდენიმე გარედან დავკიდეთ და ამას მოყვა ადმინისტრაციისგან ის, რომ დაგვსაჯეს, არ მოგცეს საჭმლის შეწოდების უფლება იმ ბავშვებისთვის, ვინც იყვნენ შიგნით უნივერსიტეტში და აპროტესტებდნენ, არ მოგცეს მათი ჩანაცვლების უფლება, რასაც მოყვა ჩვენგან ძალიან დიდი პროტესტი. ეს რეალურად იყო დასჯა იმის გამო, რომ ჩვენ გადმოვკიდეთ ბანერი ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ამის შემდეგ თეატრალურთან შეიკრიბა ძალიან ბევრი ადამიანი, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, ჩვენი ლექტორები. ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ გამოცხადდა, ეს იყო ჩვენი რექტორი გიორგი შალუტაშვილი. მან ყველანაირი პასუხისმგებლობა ჩვენი პროტესტის დაწყების დღიდან გადააბრალა ხან დაცვას, ხან საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს, აკადემიურ საბჭოს და სწორედ ამის მცდელობა იყო მისგან ისევ, რომ კარის არ გაღების საკითხი და საჭმლის ის რომ საჭმელი არ შეაწოდეს, გადაბრალებოდა დაცვას, თუმცა რეალურად ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამაზე პასუხისმგებლობას იღებს და ამის გადაწყვეტა შეუძლია, არის გიორგი შალუტაშვილი. ამის ფონზე და იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მიზეზი დაგვიგროვდა აქ სწავლის განმავლობაში, გადავწყვიტეთ, რომ ბატონი გიორგის გადადგომა მოგვეთხოვა და უკვე გავერთიანდით ამ მოთხოვნის გარშემო. ძალიან ბევრი სტუდენტი დაგვემატა ჩვენ, იმის გამო, რომ არ გვიშვებდნენ იმ 7 სტუდენტთან, რომლებიც იქ იყვნენ და საჭმლის შეწოდების უფლება არ მოგცეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გუშინ შევსულიყავით 50-მდე სტუდენტი ერთობლივად, მშვიდობიანად შევედით. და კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ იქიდან ჩვენი ერთობა. ჩვენ ვაპირებთ, რომ არ გავჩერდეთ, მოვითხოვთ რექტორის გადადგომას და ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ, რომ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც თეატრალურში უკვე ძალიან ბევრი წელია არსებობს.